მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს კურსზე და ეს არის ვიდეო თქვენს მიერ კითხვებზე დასმული ის კითხვები რაც დასვით ბოლო ვიდეოს კომენტარებში ამ კითხვებზე პასუხი. ხო, ტაროს მეშვეობით რა თქმა უნდა. თითო კითხვა ერთი კარტი. მე შეგხვდით რომ გადავიხებთ ამ ვიდეოს, ასე რომ რადგან დრო აქამდე გადავიღე უკვე ვიდეო, ჩავწერე უბრალოდ ვიდეო ამაზე, მაგრამ მომიწია ხელახლა გადაღება და იმედია, ხო, იმედია ახლა მაცდია. კარგი, ესე იგი, პირველი შეკითხვა წერს თ. მანამდე მომწერა მეორე ვარიანტი რეზონირდა და მადლობა თქვენ კითხვას რაც შეეხება ახალ წელს მომილოცავს პაუზაზე მყოფი პიროვნება. მადლობა წინასწარ და ამაზე ვუპასუხე რომ ახალი წლის მერე ჩავწერ სავარაუდოდ ვიდეოს. და შემდეგ შეცვალა კითხვა, ну დაამატა უბრალოდ კითხვა და თქვა რომ მაშინ მომავალში აღდგება ურთიერთობა მისთვის კონკრეტულ პიროვნებასთან. ასე რომ თ. შემიგეცხვნება ეს თითისთვის მნიშვნელოვან პიროვნებასთან და ვინც ჩაიფიქრა მასთან თუ აღდგება ურთიერთობა ახლო მომავალში. ცხრიანი პენტაკლები კი ამის შესაძლებლობა ნახდათ არის. თუმცა შეიძლება ეს ძალიან სწრაფად არ მოხდეს, დაჭირდეს რაღაც გარკვეული დრო, რადგანაც მაინც პენტაკლია, მაგრამ კი. თანაც რაც უფრო მეტად ფოკუსირდები საკუთარ თავზე და ნაკლებ იფიქრებ ამ პიროვნებაზე და ამ პიროვნებასთან ურთიერთობის აღდგენაზე, მით უფრო მალე შესაძლოა მოხდეს ეს უფრო გადაერთვე საკუთარ თავზე. შენს ცხოვრებაზე, შენს რაღაც ინტერესებზე, კარიერაზე და შემდეგ ამ პიროვნებასთან შესაძლოა კიდევ უფრო მალე განვითარდეს სიტუაცია. ხო, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ გადაერთო იმიტომ, რომ მალე განვითარდეს, უფრო იმიტომ, რომ ეს უფრო მეტად დაგეხმარება ამ სიტუაციაში. ასე რომ თუ აღდგება ურთიერთობა, ამის დიდი პერსპექტივა არის კი. მადლობა შეკითხვისთვის. მეორე შეკითხვა მარია წერს, მადლობა, რა სიურპრიზ მიგზა მის სამყარო სასიყვარულო ურთიერთობაში. თვარე გადმომივარდა, ასე რომ ვფიქრობ ეს საკმაოდ რელევანტურია ამ კითხვაზე, ამიტომ დავტოვებ. რა სიურპრიზსაც გიგზავნის, მე ვფიქრობ, აქ თუ იყო ის ეტაპი შენს ცხოვრებაში, შენს კონკრეტულად სასიყვარულო სფეროში, როდესაც შენ იყავი რაღაც გაურკვევლობაში, ან ვიღაცასთან მქონდა რაღაც გაურკვეველი სიტუაცია, იყო სევდაში ფოთვა ამ კონკრეტულ პიროვნებასთან, ან გაურკვეველი სახის ურთიერთობა, ხო? აი, აქედან გამოსვლა, ამ ფაზიდან გამოსვლა შენ სასიყვარულო სფეროში და შესაძლოა აქ იყოს პლუსი ამ არკანის ის, რომ მეტი ემოცია, მეტი რომანტიკა, უფრო მეტი კავშირი ამ კონკრეტულ პიროვნებასთან, ან ზოგადად შენ სასიყვარულო სფეროში უფრო მეტი ემოციები, რომელიც გარკვეულია და არა ის, რომელიც გაურკვეველი და ბუნდოვანია და იწვევს შფოთვას, ასე რომ აქ ვფიქრობ გამოსვლა აი ამ თვარიდან, ამ გაურკვევლობიდან, რაც შესაძლოა რაღაც დიდი ხანი იწელებოდა და გაურკვეველი იყო შენთვის. ასე რომ აი აქ უფრო იქნება აი ეს სიურპრიზი შენს სასიყვარულო სფეროში აქედან გამოსვლა და რა თქმა უნდა ახლა სიურპრიზი კიდე იქნება ამის გარდა, მაგრამ სიურპრიზს არავინ არ გვაჩვენებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ იქნება სიურპრიზი, ასე რომ დავკმაყოფილდეთ ამ პასუხით ამ ეტაპზე. მადლობა შეკითხვის დასმისთვის. გადავიდეთ ახლა სხვებზე. ესე იგი, მაიკო წერს, რა პერიოდში დასრულდება მისი მარტოობა. მაიკო, რა პერიოდში დასრულდება მისი მარტოობა და რა ნაბიჯები გადადგას, რომ მიაღწიოს იმ სიტუაციას მის სასიყვარულო სფეროში, რაც მოსუნდა. რა პერიოდში დასრულდება შენი მარტოობა და იმ პერიოდში, როდესაც გავუშვებ რაღაც შენს წარსულს, რაღაცას ან ვიღაცას, რაც მოდის შენს წარსულიდან, ხო, შეიძლება ეს იყოს შენი წარსული სასიყვარულო ურთიერთობა, ან რაღაც ისტორია, რაც გიშლის და გაფერხებს, რომ განვითარდე შენ სასიყვარულო სფეროში, ან იპოვო ისეთი პარტნიორი, რომელთანაც იგრძნობ თავს ავსებულად და ბედნიერად, ხო? ანუ აქ რაღაცა არის ჯერ კიდევ, რაც გაფერხებს შენს წარსული ურთიერთობებიდან, რაც გიშლის ხელს. ასე რომ რა პერიოდში დასრულდება ზუსტად მაშინ, როდესაც ამას დაასრულებ შენ თვითონ შენ, ხო? როდესაც რაღაცას გამოიტირებ, ან ვიღაცას გამოიტირებ და გავუშვებ ამას და გადაერთვების სხვა შანსი შეხედავ, რომ აი უკან კი არ არის შანსი, არამედ სხვა შანსებიც არის და მიმოიხედავ, ხო? აი მაშინ იქნება უკვე შესაძლებელი, რომ ეს სიტუაცია რაც არ გაკმაყოფილებს შენ სასიყვარულო სფეროში დასრულდეს. ხუთიანი თასები. მადლობა შეკითხვის დასმისთვის. შემდეგ
ვეძებ ახლა შემდეგ შეკითხვას. მარი კითხულობს, რა ნაბიჯებს გადმოდგამს ნიკა. რა რეალურ ნაბიჯებს ახლო მომავალში გადმოდგამს მარის მიერ ნიკა. თავერი რა ნაბიჯებს გადმოდგამს? არ ვიცი, აქ შეიძლება სხვადასხვა ნაბიჯები იყოს, გააჩნია კონტექსტს, ხო? ჩვენ კონტექსტზე დავრდნობით ვაკეთებთ ინტერპრეტაციას და კონტექსტი არ ვიცი თქვენი ურთიერთობის ამ ეტაპზე და რა ნაბიჯებს გადადგამს ზოგადად თავერის მიხედვითაც შეიძლება იყოს რაღაც უცაბედი გამოჩენა, უცაბედი ნაბიჯები, ხო? ასევე შეიძლება ეს იყოს ურთიერთობის საერთოდ შეცვლა, სხვა ლეველზე გადაყვანა, ურთიერთობის ამ ფორმატის დასრულებაც, შეცვლა ფორმატის, ყველაფერი რაც კავშირშია ცვლილებასთან, რაღაცის დასრულებასთან და ცვლილებასთან, ასე რომ აქ უფრო მეტად ასეთი ნაბიჯები ექნება. მას ეს ხო, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯებია და უცაბედი, ხო? ახლა იმ შემთხვევაში თუ ისეთი სიტუაცია არის, რომ ადამიანები ერთმანეთს აღარ ეკონტაქტებიან და თითქმის შეიძლება ითქვას, რომ დაშორდნენ, მაშინ ძალიან ლოგიკური იქნება, რომ ეს ნაბიჯი იქნება საბოლოო წერტილის, ასე რომ ვთქვათ, დასმა და ურთიერთობის დასრულება, ხო? იმ შემთხვევაში თუ ეს ასე არ არის და კიდევ სხვა სიტუაციასთან გვაქვს საქმე, მაშინ სავსებით შეიძლება ასევე იყოს ვნება, უცაბედი გამოჩენა, სიტუაციის უცაბედად დატრიალება და შეცვლა და ასეთი რაღაცეებით შესაძლებელია აქ, ასე რომ გააჩნია იქიდან გამომდინარე თუ რა კონტექსტში ხარ ახლა შენ და ნიკა. მადლობა შეკითხვის დასმისთვის. ჩვენ კი გავაგრძელოთ. ნათი. ახლოს მომავალში მივიღებ თუ არა მე და ჩემი ოჯახი სამუშაო და ცხოვრების უფლებას გერმანიაში. ახლოს მომავალში ნათი და მისი ოჯახის წევრები მიიღებენ სამუშაოს უფლებას და საცხოვრებელ უფლებას გერმანიაში. გადმომივარდა ორი კარტი, ეს არის სამიანი პენტაკლი და სამიანი ხმლები. 3-3. მე ვფიქრობ, რომ აქ შეიძლება იყოს ზუსტადაც რომ კი. აქ სხვათა შორის არის სამიანი, აქ არის დახმარება, ხო? აქაც 3 რაღაცის დახმარება, რაღაცის გამოსწორება, მოგვარება და ამაში მარტო არ ახარ, ხო? აქაც 3 ადამიანი დგას და აქაც ციფრი 3 ფიგურირებს და ზოგადად 3 არის კომუნიკაცია, 3 არის თანადგობა, 3 არის სტაბილურობა, ასე რომ სავსებით შესაძლებელია, რომ რაღაცნაირად ეს სიტუაცია მოგვარდეს, ისე მაგალითად როგორც შენიდა, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც საკმაოდ ბევრი ნერვიულობაც არის და მღელვარებაც, ხო? ამ შემთხვევაში დავუშვებ გამონაკლისს და აქ დავაზუსტებ, აქ აქ კი შეიძლება იყოს, მაგრამ აქ იმის ალბათობაც არის, რომ შეიძლება პასუხი იყოს არა. ასე რომ ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს აქ პასუხი, რომ შეიძლება ვერ მოხერხდეს მთლად სამუშაო სამუშაო უფლების მოპოვება, ხო? ამ საბუთის მიღება ყოველ შემთხვევაში, ხო, შეიძლება ესეც რაღაც ცოტა ისე თლად ისე ვერ მოხერხდეს, როგორც მაგალითად გვინდა, ხო? აქ არის ასეთი მომენტით შესაძლოა იყოს, ახლა რომ ჩავეკითხე, ხო? მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ რა თქმა უნდა გვერდიდან ახლა მარტივ შეიძლება იყოს თქვა, მაგრამ გიჩვევდი რომ ეცადე არის ნერვიულო, შენ ამაში მარტო არ ხარ და მაქსიმალურად რაღაც გვერდით იყოთ შენ და შენი ახლო ადამიანები ერთმანეთთან გამხნევოთ ერთმანეთი და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება თუ ისე იქნება, ჯამში მაინც ისე გამოვა, როგორც არის უკეთესი შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის. მადლობა შეკითხვის დასმისთვის. მე გავაგრძელებ. ნათია. სხვა ნათია კითხულობს, რა მოხდება ჩაფიქრებულთან. რა მოხდება ნათიას მიერ ჩაფიქრებულთან? ახლო მომავალში. რა მოხდება ნათიას მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან? ახლო მომავალში. რა მოხდება?
კვერთხების დედოფალი. ნუ აქ ვითარება და განვითარება, ხო? კვერთხების დედოფალი არის ესეთი სწრაფი სიტუაციები, განვითარებადი, რაც მოგწონს. კვერთხების დედოფალი ისეთია, მას რაც მოწონს, იმას აკეთებს, ხო? რაც არ მოწონს, ამას არ აკეთებს. ისეა, როგორც მას უნდა, სპონტანურია და აი ასე ჟარგონულად ვიტყვი ახლა ბოდიშით, მაგრამ აი უსწორდება და აკეთებს, ხო? და რა მოხდება შენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანთან, აქ ზუსტად ის სიტუაციაა, რომ აქ შესაძლოა სწრაფი განვითარება სიტუაციის, ხო? შეიძლება იყოს ფლირტი, შეხვედრა, სადმე დაგპატიჟოთ ამ ადამიანმა, შეხვდეთ ერთმანეთს, რაღაც მიზიდულობა, ვნებათა ხელვა, რაღაც ასეთ სიტუაციებიც შეიძლება იყოს აქ. და ხო. მადლობა შეკითხვისთვის. თამთა, მადლობა სტიკარის საჩუქრისთვის შეკითხვა, რა უნდა გავაკეთო ჩაფიქრებული საქმის სისრულეში მოსაყვანად და რა რჩევას მომცემდა ტარო. არის თუ არა ეს სურვილი ჩემთვის. ნუ აქ ეს საკმაოდ ფართო კითხვაა და მოიცავს 3 შიდა კითხვას ეს კითხვა. ნახოთ. კარგი. რა უნდა გააკეთოს ჩაფიქრებულ საქმის სისრულეში მოსაყვანად თამთან და რა რჩევა არის აქ. პენტაკლების დედოფალი. გჯეროდეს ამისი. პენტაკლების დედოფალი დარწმუნებულია, რომ როგორც მას უნდა, ისე იქნება. აქ არის ვიზუალიზაცია და ამის მოზიდვა, იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი ზის და ხელში უჭირავს ეს პენტაკლი, ხო? ასე არის ის მაგალითად ამ შემთხვევაში ის საქმე, ხო? რის სისრულეშიც მოყვანა შენ გსურს და გინდა რომ ისე იყოს, როგორც შენ გინდა, ხო? აი წარმოიდგინე, რომ ეს რაღაცა, რაც ასე გინდა, გიჭირავს ხელში ამ შემთხვევაში ეს საქმე, ხო? აი ეს საქმე უკვე გამოსულია, ხო? უკვე გამოსულია, უკვე ხელში გაქვს და შენ საერთოდ ყველაფერს შეძლებ. შენ ღირსი ხარ ამისი, ხო? შენ იმსახურებ საუკეთესოს. შენ ამისთვის იშრომე, ჩადე რაღაც გარკვეული დრო, რესურსი, ძალისხმევა, ენერგია, ირწმუნე ამისი, ხო? აქ აუცილებლად არის ირწმუნე ამისი. ბუნებრივია ახლა თუ არაფერი ენერგია არ ჩაგიდვია და საერთოდ არაფერი არ მომხდარა, მაშინ შენც უნდა რაღაც ენერგია, რესურსი ჩადო ამ საქმეში, რომ რაღაცა მოვიდეს, ხო? რაღაც უკავშირი გქონდეს ამ სიტუაციას და რაღაცა მოიმკოს, მოიმკის, ნუ როგორც არის, ხო? როგორც არის ერთი სიტყვით, რომ რაღაც მიიღო, ხო? რომ ასე რომ ვთქვათ ამ სიტუაციიდან, რომ რაღაც მიიღო, შენ საჭიროა რომ რაღაც ჩადო. თუ აქამდე არაფერი არ გეკეთები ამ საქმისთვის, რა თქმა უნდა გააკეთო რაღაც ნაბიჯი, რაც მიგაჩნია ლოგიკური ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც მოგცემს ლოგიკურ შედეგს. თუ უკვე გარკვეული რაღაცები ნაბიჯები გადადგმულია და უკვე ხო, ისეთი რაღაც პატარა დეტალებია დასრულებული, დარწმუნებული იყავი, რომ ყველაფერი გამოვა, აქ ძალიან დიდი როლი აქვს იმას, რომ შენ იყო დარწმუნებული ამაში და მოიზიდო ეს, მაქსიმალურად ფოკუსირდი ამაზე, ამისთვის იშრომო და არ იჩქარო აქ, არ არის აჩქარება, იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი არ ჩქარობს, იცის, რომ ეს ასე იქნება, დარწმუნებული ამაში და უბრალოდ ელოდება. რა თქმა უნდა, გარკვეული ქმედებაც საჭიროა ნებისმიერ რამის, ხო, უბრალოდ ჭდომა არაფერს არ შველის. ეს იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ არაფერი ჯერ არ გაგიკეთებია, თუ უკვე რაღაც ნაბიჯები გადადგი, მაშინ რა თქმა უნდა. ასევე აქ ისიც არის, რომ დარწმუნდი, ხო, რა გინდა, რისთვის გინდა, რატომ გინდა და მხოლოდ შემდეგ იმოქმედე და კიდევ ერთხელ არ აჩქარდე. კარგი, მადლობა. კითხვის დასმისთვის. ნინია. ჩემი კითხვა მომდევნო 6 თვის მანძილზე ვინ შემოვა ჩემს პირადში. ნუ მომდევნო 6 თვის მანძილი ძალიან ისეთი ფართოა, რა თქმა უნდა, და ბევრი ვინმე შეიძლება იყოს აქ შენ სასიყვარულო სფეროში, მაგრამ კონკრეტულად მაჩვენეთ ისეთი პიროვნება, ვინც ნინიას სასიყვარულო სფეროში შემოვა და იქნება მნიშვნელოვანი ამ 6 თვის განმავლობაში მის სასიყვარულო სფეროში. გვაჩვენეთ ეს პიროვნება. 6-იანი თასები. 6-იანი თასები. ეს ვიღაც ისეთი პიროვნება, ვინც ძალიან საყვარელია. ძალიან საყვარელია. შესაძლოა ამ პიროვნებას იცნობდე ბავშვობიდან მაგალითად, ან უკვე გქონდეს მასთან რაღაც გაკავშირებდეს, ხო? ამ გარს ასეთი ინტერპრეტაციებიც აქვს და ამასაც ვიტყვი მაინც, იმიტომ რომ იქნებდა ვიღაც მოგივიდეს აზრად და ასევე ზოგადად თვითონ პიროვნება რო დავახასიათოთ, ეს არის ძალიან კეთილი ადამიანი, ვისაც აი უანგაროდ შეუძლია რაღაცების ჩუქება, გაცემა ადამიანის ძალიან ემპათიური, ემოციებით ავსებული, რომანტიული, საყვარელი, კეთილი, ნათელი ადამიანი, ვინც აი ასეთ თასს მოგართმევს, ჩანს თუ არა, ხო, ასეთ თასს მოგართმევს, ასეთ ავსებულს ემოციებით და
ეს იქნება ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო. ასე რომ ეს არის შენი პასუხი. მადლობა კითხვის დასმისთვის. ჩაფიქრებული პიროვნება შეცვლის ცხოვრების სტილს და თუ იქნებით ერთად ჰარმონიაში მომავალი წლები. თეა კითხულობს ამას. თეას მიერ ჩაფიქრებული პიროვნება შეცვლის ცხოვრების სტილს და უფრო ჰარმონიულად იქნებიან ისინი და მათი ურთიერთობა. თასების მეფე. მას შეუძლია რომ შეცვალოს, რა თქმა უნდა, ცხოვრების სტილი, თუმცა აქ უფრო რაღაც ისეთი მომენტია, რომ შეიძლება გითხრას, რომ აი, შევცვალე ცხოვრების სტილი და რაღაც, მაგრამ რეალურად ეს თვათ ისე არ იყოს და მომენტებში მაინც ატყობდე, რომ რაღაცებს მახინაციებს და რაღაცებს მაინც ისე აკეთებს რა. რაც არ გინდოდა მაგალითად რომ გაეკეთებინა, ხო? ცხოვრების სტილთან დაკავშირებით. ან აქ შესაძლოა იყოს ცოტაოდენი ტყუილი და სიცფიერის მომენტი, რომ გითხრას ერთი, მაგრამ საქმეზე მაინც ისე გააკეთოს თვითონ როგორც მიაჩნია საჭირო, ხო? ასე რომ აქ უფრო ასეთი მომენტია. არ ვიცი ახლა ზუსტად როგორ ურთიერთობაში ხართ, ისევ რა კონტექსტია ამ ყველაფრის, ხო? და მაგიტო ზუსტად ვერაფერს ვერ ვიტყვი აქ. ამისთვის უკვე ინდივიდუალური გაშლებია საჭირო, რომ უფრო მეტი რაღაც დაინახო და თქვა ადამიანმა, მაგრამ ამ შემთხვევაში აი არის რა თქმა უნდა სულ არის იმის შესაძლებლობა რომ ადამიანმა შეცვალოს თავის ცხოვრების წესი, მაგრამ ეს თვითონ უნდა მოუნდეს მას. ამისთვის უნდა გადადგას გაცნობიერებული ნაბიჯები. თუ რატო უნდა რომ შეცვალოს ცხოვრების სტილი, რისთვის, ეს თუ არა ეს მისთვის, ხო, თუ რაღაც შემცველი ზიანია მისთვის, საზიანო მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, უნდა გაიაზროს, დაინახოს ეს ადამიანმა რა ეს უნდა გააკეთოს თვითონ. თუ დაინახავს ამ ყველაფერში ასწრს, რა თქმა უნდა შეცვლის თავის ქცევას და თუ არა და მაშინ მოგატყუებს შენ და მოიტყუებს საკუთარ თავსაც. მადლობა კითხვის დასმისთვის. ესეთი კითხვა მაქვს. მაგა კითხულობს, უახლოეს 3 თვეში მექნება ახალი სამსახურის შემოთავაზება. მაგას უახლოეს 3 თვეში თუ ექნება ახალი შემოთავაზებები, ვაიმე ყველა გადავარდა. თუ ექნება ახალი შემოთავაზებები მაგას უახლოეს 3 თვის განმავლობაში მის სამსახურთან, ახალ სამსახურთან დაკავშირებით. კი? სამიანი კვერთხები კი, შესაძლოა იყოს რაღაც შემოთავაზებები, კი. არის მოსალოდნელია ზღურბლზე რაღაც ახალი საინტერესო შემოთავაზებები. რატომაც არა კი. მადლობა კითხვის დასმისთვის. მაგას რა მელოდება ჩაფიქრებულ ადამიანთან კითხულობს სოფო. ვაიმე. ჩემო წესრიგო დასტა. რა ელოდება სოფოს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანთან მას. რა ელოდება მასთან მას. თავერი. აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქ გააჩნია, ხო? აქ დამატებითი კარტებია უკვე საჭირო, რომ ჩავეკითხო, რომ გავიგო, აქ პოზიტივშია ეს თავერი თუ ნეგატივში, ხო? აქ პოზიტივში შეიძლება იყოს ნება, აი თავწართმეული ნება, ნებათა ღეუები, ასეთი ბობუქარი ნებები და მიზიდულობები. და ნეგატიური მხარე ამისთვის, რაც გელოდება, შეიძლება იყოს რაღაც ტოქსიკური, არასტაბილური, გაურკვეველი სახის ურთიერთობა, რამაც შეიძლება დიდი ტრანსფორმაცია მოგიტანოს და ეს იყოს მაგარი რამე, იმიტომ რომ ტრანსფორმაცია ხო არ არის ცუდი, რა თქმა უნდა, მაგრამ არის რთული. და აქ უკვე გააჩნია ზუსტად რა კონტექსტში არის ეს სიტუაცია, მაგრამ რაც გელოდება, ეს აშკარად არ არის რაღაცა მოსაწყენი. არა, ეს არ არის რაღაც ჩვეული, რიგითი რაღაცა, ეს საკმაოდ მასშტაბური იქნება და ტრანსფორმაციული შენ ცხოვრებაში, მაგრამ აქვე მინდა დავამატო, რომ იყავი წინდახედული და რეალისტური და თქო, უფრო მეტად დაუთმე დრო საკუთარ განცდებს, ემოციებს, რომ არ შეხვიდე რაღაც არა ჯანსაღ ტოქსიკურ ურთიერთობაში. მადლობა კითხვის დასმისთვის. ამ სოფოს მივწერე, რომ წეხან ჩავწერე ვიდეო თქომ და თქვენ მეკითხომ დააგვიანო მეთქი, მაგრამ ის ვიდეო გადავწერე, იმიტომ რომ წავშალე უფრო სწორად, იმიტომ რომ შემეშალა ხელი და ახლა ვიწერ ხელახლა. ასე რომ, გაჟღერდა შენს მიერ დასმული კითხვა. კარგი, გავაგრძელოთ. მადლობები. ეცებ კითხვას კომენტარებია ვიდეოზე ჯერ. ხო, ინგა კითხულობს, მომდევნო წელი როგორი იქნება?
მომიტანს წარმატებას. ეს 2025 წელი წარმატებული წელი იქნება ინგასთვის და როგორ იქნება ჯამში. მზე. ძალიან სავსე, ძალიან ენერგიული, ძალიან პოზიტიური და ძალიან აქტიური. ბუნებრივია ხა სულ პოზიტივი არავის არ აქვს ცხოვრებაში და სულ არის მომენტები, როდესაც არის სევდა და არც ის სასიამოვნო ჩვენთვის სიტუაციები და ეს ბუნებრივია, ამის გარშე არ არსებობს ცხოვრება, რა თქმა უნდა, თუმცა დიდი წარმატება შეიძლება მოგიტანოს ამ 2025 წელმა, თუ რა თქმა უნდა შენც ამას გამოიყენებ და მოგინდება ესე ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს შენს განწყობას. თუ შენ იქნები აი ამ მზის ენერგიებში, მაშინ დიდი ალბათობაა, რომ მაქსიმალურად გამოიყენო ამ 2025 წლის ენერგიები შენ ცხოვრების დადებითად და სასიკეთოდ. ასე რომ მართლა მაგარი წელი გერის, გამოიყენე. მადლობა კითხვისთვის. ნინო რით გააოცებს სამყარო მას მალე, ასეთ შეკითხვა დასვა ნინო. რით გააოცებს სამყარო მას მალე, რა თქმა უნდა, აქ სასიხარულო გაოცება იგულისხმება, ვფიქრობ. სასიხარულო გაოცება ნინოსთვის სამყაროსგან მალე. გადმომივარდა ეშმაკის არკანი. ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს რაღაც, რაც უკავშირდება მატერიალურს. ფული და ნებისმიერი რაღაცა, რაც არის მატერიალური, ხო, რასაც ვოცნებობ, რაც გვინდა რომ მივიღოთ. შეიძლება ასე იყოს კარიერა, სამსახური, სამუშაო, სახლი, კარი, ჩაცმა, დახურვა, ფული, ხელფასი, აი ყველაფერი ასეთი შეიძლება იყოს აქ, იმიტომ რომ ეშმაკი არის მიწისძვრია ამ შემთხვევაში და უკავშირდება ყველაფერს, რაც წარმოადგენს მატერიას და მატერიალურს. ასე რომ რაც გაგაოცებს არის ეს. ასევე აქვე შეიძლება იყოს რაღაც საკითხების მოგვარება, მაგალითად მატერიალური საკითხების უეცრად მოგვარება ან მოხსნა. ესეც შეიძლება იყოს აქ, ხო? ასე რომ მოსალოდში ამბავე, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან სასიხარულო ასეთი არკანი ამოვიდა. მადლობა კითხვის დასმისთვის. ხო, მე მგონი ამაზე დავასრულე. მე მგონი არავინ არ გამომრჩა. ასე რომ მადლობა ყველას. კიდევ ერთხელ გილოცავთ 2025 წლის მოსვლას. ვიმედოვნებ, რომ ეს წელი, რა თქმა უნდა, იქნება ახლა რაღაც მინუსები, დრო და დრო, ბუნებრივია, ამის გარშე არ არსებობს ცხოვრება კიდევ ერთხელ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ უმეტესობისთვის და ზოგადად ეს წელი იქნება დამუხტული სიკეთით, სიყვარულით, ბედნიერებით და ყველა მოვახერხებთ, გამოვიყენოთ ამ წლის შანსები ჩვენთვის და სამყაროსთვის სასიკეთოდ. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ და დროებით.